ეს კადრები ვარდების რევოლუციის შემდეგაა გადაღებული. თემურ მღევრიშვილის სპეცნაზი თბილისის მერიის წინ შეკრებილ აქციის მონაწილეებს სასტიკად გაუსწორდა. რამდენიმე თვის შემდეგ შინაგან საქმეთა სამინისტრომ ქალაქის მთავარ მოედანზე საპატრულო პოლიციის პრეზენტაცია მოაწყო. ხელისუფლების პირველი პირები აცხადებდნენ, რომ საპატრულო პოლიცია საზოგადოების სამსახურში ჩადგებოდა და მის ნდობას მოიპოვებდა. პოლიციაში გარანტირებულია დღეს სახელმწიფოს ხიდან სრულვა და პოლიციაში გარანტირებული იქნება საზოგადოების ხიდან პატივისცემა. ხელისუფლება საინფორმაციო საშუალებებში პატრულის მიერ განხორციელებულ ყველა ოპერაციას წარმატებულად აფასებდა. ასეთ წარმატებად გამოცხადდა ვარდების რევოლუციიდან 1 წლის თავზე ჩატარებული ოპერაციაც, რომლის დროსაც პატრულმა 5 პირი დააკავა, 1 კი ადგილზე მოკლა. ეს ინციდენტი 2004 წლის 24 ნოემბერს წერეთლის გამზირზე დიდუბის პანთეონთან მოხდა. დაახლოებით ღამის 3-ის ნახევარზე საპატრულო პოლიციის ორმა თანამშრომელმა BMW-ს მარკის ავტომანქანა გააჩერა. ერთ-ერთ პატრულს მისივე ჩვენების მიხედვით მძღოლის საბუთების შემოწმების დროს მანქანიდან იარაღის გადატენის ხმა შემოესმა, რის შემდეგაც იარაღი თავადაც ამოიღო და გადატენა. მეორე პოლიციელის ჩვენებით, რომელიც საპატრულო მანქანაში იმყოფებოდა, უეცრად მისმა მეწყვილემ გადასახა იარაღი აქვთო, რის შემდეგაც საპატრულო მანქანიდან ისიც იარაღ მომარჯვებული გადავიდა. პარალელურად დამხმარე ეკიპაჟიც გამოიძახა. რამდენიმე წუთში შემთხვევის ადგილზე გამოძახებული დამხმარე ორკაციანი ეკიპაჟი მოვიდა. მათი ჩვენებით ეკიპაჟის ერთ-ერთი წევრის მანქანიდან გადმოსვლისთანავე გაიღო BMW-ს უკანა მარჯვენა კარი, საიდანაც გადმოხდა უცნობი ბიჭი, რომელსაც ორივე ხელით დაახლოებით მუცლის ზემოთ ეჭირა ავტომატი. ლულა დამხმარე ეკიპაჟის პოლიციელისკენ ჰქონდა მიშვერილი და მისი მიმართულებით ორჯერ გაისროლა, რასაც პოლიციელის საპასუხო გასროლა მოჰყვა. სროლის შემდეგ პატრულმა ყურადღება BMW-ში მსხდომ პირებზე გადაიტანა. იარაღის დაყრა და ავტომანქანიდან გადასვლა უბრძანა. პოლიციელები ირწმუნებიან, რომ ავტომანქანაში ერთ-ერთს ფეხებშუა ავტომატი ედო. ერთმა მათგანმა კი ასფალტზე ნაგანი გადმოაგდო, მეორემ ხაკისფერი ასაფეთქებელი მოწყობილობა. ჩხრეკის დროს ასაფეთქებელი მოწყობილობა კიდევ ერთ პირს აღმოუჩინეს. შემთხვევის ადგილზე მისულმა გადამღებმა ჯგუფმა ვიდეოფირზე აღბეჭდა ავტომატური იარაღი, რომელთაგანაც ერთი ასფალტზე ეგდო, მეორე კი ავტომანქანის წინა სავარწელთან. ფირზე აღბეჭდილი ავტომანქანის საბარგულზე შეგროვებული ხელყუმბარა და სხვა საბრძოლო მასალებიც იქვე ჩანს სროლის შედეგად გარდაცვლილი 19 წლის ბიჭის გვამი, რომელიც საფინანსო ინსტიტუტის სტუდენტი ამირან რობაქიძე აღმოჩნდა. იმავე დღეს დიდუბე-ჩუღურეთის რაიონულ პროკურატურაში სისხლის სამართლის საქმე აღიძრა. დაკავებულებს ბრალად იარაღის უკანონო ტარება და პოლიციისათვის წინააღმდეგობის გაწევა წაუყენეს. საქმის მასალების მიხედვით ამ ინციდენტს წინ უძღოდა რაციით მიღებული ინფორმაცია, რომ საღამოს 6 საათზე დინამოს სტადიონთან 03-ის ეკიპაჟმა სამედიცინო დახმარება აღმოუჩინა ნაცემ პირს. მან განაცხადა, რომ სცემეს უცნობმა ბიჭებმა, რომლებიც მოძრაობდნენ შინდისფერი BMW-ს მარკის ავტომანქანით. პოლიციელების თქმით, რაციით გადასცეს, რომ აღნიშნული მანქანა პოვნის შემთხვევაში უნდა დაეკავებინათ. რამდენიმე საათის შემდეგ ზუსტად ასეთი მანქანა წერეთლის გამზირზე დიდუბის პანთეონთან შენიშნეს და გააჩერეს. ინციდენტის შესახებ დაუყოვნებლივ გავრცელდა ოპერატიული ინფორმაცია. ტელეგადაცემები, კურიერი და პატრული აცხადებდნენ, რომ საპატრულო პოლიციამ დააკავა შეიარაღებული ყაჩაღური ბანდა, რომელთა მხრიდან წინააღმდეგობის გაწევას პოლიციელის სროლა მოჰყვა. სროლის შედეგად კი ერთ-ერთი ყაჩაღი ადგილზე დაიღუპა. შეიარაღებული წინააღმდეგობის გაწევის ფაქტს ადასტურებდა თბილისის საპატრულო პოლიციის მაშინდელი უფროსი ზურაბ მიქაძეც. ერთ-ერთმა გადმოსულმა გადმოიღო ავტომანქანიდან კალაშნიკოვის სისტემის ავტომატი და სადამაზე მჭიდის გაკეთება, რა დროსაც შესაბამისად მათი მხრიდან იყო მიღებული ადეკვატური რეაქცია, იყო მოწოდება იმის შესახებ, რომ დაეღარათ იარაღი, თუმცა აღნიშნულს არ დაემორჩილნენ პიროვნებები, მოხდა გასვლა, შეიარაღებული წინააღმდეგობა გაუწიეს დამნაშავეებმა პატრულს. სროლის შედეგად დაღუპულ ამირან რობაქიძეს, რომელსაც ახლობლები ბუთას ეძახდნენ, არ შეიძლება იარაღი ჰქონოდა, ირწმუნებიან მისი ოჯახის წევრები. არასდროს მას რაიმე ცუდი დამახასიათებელი არც სამხანაგობაში, არც თავისი ინსტიტუტში დიაგანაჩი არასდროს არ ყოფილა. არასდროს შემჩნევა არ ყოფილა ჩემშვილიშვილზე, რომ თავის დროზე სახლში არ ყოფილიყოს. რობაქიძის ახლობლები დარწმუნებულნი იყვნენ ტელევიზიით გადაცემული ინფორმაციის უზუსტობაში. ამის გამო დაღუპულის მამიდამ დაურეკა შინაგან საქმეთა სამინისტროს პრეს-ცენტრის მაშინდელ უფროსს გურამ დონაძეს და სთხოვა არასწორი ინფორმაციის გავრცელება შეეწყვიტათ, რასაც მისივე თქმით
დონაძის მხრიდან მუქ არ მოხვა. არასწორად მიდიოდა ტელევიზიაში გადაცემა და ინფორმაცია, ამიტომ აღებულმა დავრეკე დონაძესთან და უთხარი, რომ არასწორად არის ეს ინფორმაცია ყველაფერი და შეგიძლიათ გადაამოწმოთ და ესე გავუშვათ, რომ ბავშვები ბანდიტები და ყაჩაღები ნუ გამოგყავთ. არ იცნობთ საერთოდ ამ ბავშვებს თქო. და არასწორი ინფორმაციისთვის თქვენ თვითონ უნდა აგოთ პასუხი. მეთქე ესე უთხარი და მან კიდევ მითხრა, რომ პასუხისგებაში ვის მისცემს იმასაც ნახავთ. ქეთევან რობაქიძე ამბობს, რომ დონაძემ მას დასაშინებლად პოლიციის თანამშრომლებიც მიუგზავნა. ცოტა ხნის შემდეგ კარზე იყო ზარი. ისიც ძალიან უმაგრად მიბრახუნდებდნენ, კარზე მართლა შემეშინდა ძალიან და ვკითხე, რომ რა გნებავთ თქო, კარი გამიღეთო მეუბნებოდნენ. და მე შემეშინდა ძალიან და მეზობელს გადაურეკე. გამოსულიყო და ერთად შევხვედროდით ამ პიროვნებებს და სადარბაზოში გავედი. და მათ ითხოვდნენ, რომ უნდათ აუცილებლად გადაემოწმებიათ საიდან იყო ზარი დონაძესთან და ამიტომ უნდა ჩემი წაყვანა უნდათ უფროსთან. 26 ნოემბერს გამოძიებამ შეიარაღებული წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებით გიორგი ქურდაძის, ირაკლი მიხაბერიძის, აკაკი ბართაიას, ლევან დანგაძის და კახაბერ აზარიაშვილის წინააღმდეგ სამთვიანი წინასწარი პატიმრობის შეფარდება მოითხოვა. რაიონულმა სასამართლომ ეს შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა. პროკურატურამ გადაწყვეტილება თბილისის საოლქო სასამართლოში გაასაჩივრა. საოლქო სასამართლომ დაკავებულთაგან 2 დარბაზიდან გაათავისუფლა. 3 პირის მიმართ კი პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და სამთვიანი პატიმრობა შეუფარდა. რაიონულ სასამართლოსთან შედარებით საოლქო სასამართლო აღმოჩნდა არაკომპეტენტური. საოლქო სასამართლოს მოსამართლე ნაწილობრივ დააკმაყოფილა, სამპიროვნება საკვეთის ხონისების სახით დაპატიმრება შეურჩია. ეს იყო ის ზეწოლის მექანიზმი, რომლითაც ფაქტიურად სასამართლოც ეხმარებოდა პროკურატურას, რომ ამ პირებს ეღიარებინათ დანაშაული. ფაქტიურად შემდგომ თვითონვე გამომძიებელმა მოუხსნა პოლიციის ყველა ბრალდებულს მოუხსნა პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევა. ხოლო ცეცხლსასროლი იარაღის ასევე ხელყუმბარის ტარება, ცეცხლსასროლი იარაღის ტარება და შენახვა ეს დაუტოვა, იმიტომ რომ აშკარად ჩნდებოდა, რომ პოლიციის თანამშრომლებმა მოიტანეს ეს ცეცხლსასროლი იარაღი და ხელყუმბარა. რობაქიძის დაღუპვის ფაქტი გამოძიებამ ცალკე ეპიზოდად გამოყო. რამდენიმე თვის შემდეგ რობაქიძეების ჩატარებულმა ბალისტიკური და ტრასოლოგიური ექსპერტიზის შედეგებმა ცხადყო, რომ 24 ნოემბრის ღამეს ამირან რობაქიძეს პოლიციისთვის წინააღმდეგობა არ გაუწევია და პატრულმა მას უმიზეზოდ ესროლა. პოლიციელები ამბობდნენ, რომ რობაქიძეს 2 ხელით მუცლის ზემოდან ეჭირა ავტომატი. ლულაკი მიშვერილი ჰქონდა ბაშალეიშვილისკენ და მის პირისპირ იდგა. სასამართლოს სამედიცინო ექსპერტიზის მიხედვით კი რობაქიძეს ტყვია მოხვდა გულმკერდის მარცხენა ნახევარში, კერძოდ იღლიაში. ტრასოლოგიურმა ექსპერტიზამ დაასკვნა, რომ პოლიციის თანამშრომლების მიერ მითითებული ურთიერთგანლაგების შემთხვევაში შეუძლებელი იყო რობაქიძეს სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზაში ნაჩვენები დაზიანებები მიეღო. ექსპერტიზის დასკვნით რობაქიძე ასეთ დაზიანებებს მაშინ მიიღებდა, თუ ბაშალეიშვილის მიმართ იქნებოდა ოდნავ კუთხით, აწეული მარცხენა ხელით სხეულის დაშვების დროს. სწორედ ასეთ მდგომარეობაში აღწერენ ამირან რობაქიძეს მისი მეგობრები, რომლებსაც პოლიციელებმა გასროლამდე ჯერ ხელების მანქანაზე დაწყობა, შემდეგ კი გინებით ხელების მაღლა აწევა და დაწოლა უბრძანეს. მეორე ეკიპაჟი მომევიდა, აქ დაიაყენეს ყველა, რა გიორგი აქ დააწუნეს, მანქანა გადმოიყენეს და ეგრევე ძის დააწუნეს და მე აქ ვიდექი ხელები ასევე და ჩემს გვერდით ლევანი იდგა, მე ბუთა იდგა, აქ ირაკლი იდგა და აი აქ ყავდა ძღოლი დაყენებული. კიდე იძახებდნენ და იძახებდნენ დამხმარეების მოდიერი და ამასობაში იგინებოდნენ და მოვადოთ თავზე იარაღი. დაწექიებ, რო გამჩგავ, წოდი მეთქია დავწექი და ამერინებული იყო რა ეთქებდა, მე ხელი უკანკალება. მე უცებ დილება აღლა რა დაწექი უთასე იგნეოდა და უთამ წოდიო მოიხედა და ამასობაში გასროლი ხმა მოხდა. რა მე დაწეულიყავ უთასე გერე სახით დაეცა რა. ტყვია მოხდა. შემავალი ნახველი არის იღლიაში. ესე იგი ისეთ ვითარებაში, როდესაც რობაქიძეს ხელები აწეული ჰქონდა. ესე იგი ამის თავისთავად გამოვირიცხა, რომ მას ავტომატი ჰქონდა. იმიტომ რომ ხელები აწეული თავზე ხوارდაიდებდა, იარაღს და ხوارდაიწყდა სულას. ექსპერტიზის დასკვნის შემდეგ პოლიციელებმა ჩვენებები შეცვალეს. თუ ოპერაციის ჩატარების დღეს 24 ნოემბერს ისინი ირწმუნებოდნენ, რომ რობაქიძემ ავტომატიდან ორჯერ ისროლა, ექსპერტიზის შემდეგ მიცემულ ჩვენებებში მიუთითებენ, რომ მათთვის უცნობია რობაქიძეს ჰქონდა თუ არა იარაღი და რომ მას ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან არ გაუსწრია. ჩვენებას ცვლის ბაშალეიშვილიც.
შეცვლილ ჩვენებაში იგი რობაქიძის წინააღმდეგობას საერთოდ არ ახსენებს და ამბობს, რომ იარაღი შემთხვევით გაუვარდა. პოლიციელებმა შეცვალეს ჩვენების ის ნაწილიც, სადაც დეტალურად აღწერდნენ 5 პირიდან ვის რა დასახელების იარაღი ჰქონდა დაკავების დროს. შეცვლილ ჩვენებებში კი ამბობენ, რომ შეიარაღებული მხოლოდ 3 ქურდაძე, ბართაია და აზარიაშვილი იყვნენ. აი ასეთ შემთხვევაში ცეცხლსასროლი იარაღი რომ მოეხსნათ ამ პირებისათვის გამოდიოდა რომ მაშინ ესე იგი იქ ვინც მიიღო მონაწილეობა ჩხრეკაში პატრულისათვის ყველასთვის პოლიციის თანამშრომლებისათვის რამოდენიმე პიროვნების მიმართ უნდა აღძულიყოს სიცოცხლესამართლებრივი დევნა. ბრალდებული გიორგი ქურდაძის დედა ამბობს, რომ დაკავებულებს იარაღის ტარება და წინააღმდეგობის გაწევა არ უდასტურდებოდათ. ამიტომ გამომძიებელი ბრალის აღიარებას ითხოვდა და სანაცვლოდ მათ გათავისუფლებას პირდებოდა. შულები იყო, როცა ციხეში იყვნენ, 2 კვირის შემდეგ დავიბარა დიდებაჩუღურეთის გამომძიებელმა შაკო მიქაბაძემ და გითხრა, რომ პროკურატურის გამომძიებელმა და გითხრა, რომ თუ წამოხვალთ მოლაპარაკებაზე, თქვენ შულებს გამოუშვებთ, თუ არა და მაშინ ყველას დავიჭერთ. ისინი გთხოვდა მხოლოდ იარაღის ნაწილში ვეღიარებინა ბრალი, რადგანაც არ იცოდნენ საწაეროთ იარაღი. აკაკი ბართაიას თქმით, ჩხრეკის დროს, რომ მათ იარაღი არ აღმოაჩნდათ, პოლიციელების გამონათქვამიც ადასტურებს, რაც შემთხვევის ადგილზე იარაღის მოტანამდე გადაღებულ კადრებში ისმის. დაუნებლიეთ, გადაცემის ერთ-ერთ ეპიზოდშიც მოხდა. აი თვითონაც იძახიან, რომ გაგჩხრიკეს, არა აქვს არაფერი და რაქნან არ იციან ამ დროს. და რაციაზე გადარკვევი მიდის, გადმორკვევი მიდისო, მოდით და რა ვქნათ და ბართაია ამბობს, რომ სპეციალურად ტელეკამერებისთვის იარაღის მიტანის შემდეგაც გაჩხრიკეს. თავიდან გადაგვიღეს, რომ ვითომ აი ამას ეს ამოუღე, იმათ გადაუღეს, აი ამას ავტომატი უდევს, ამას ტყვიები უდევს და ესეთი სცენა დადგეს რა. ბართაია იხსენებს, როგორ ჩაუდეს უშუალოდ მას პოლიციელებმა ხელყუმბარა. გამიყვანეს მე ტროტუარზე და ხელყუმბარა ჩამიდეს, რომელიც გამივარდა მე ჯიბეში არ ჩამიდო, აი ამ ადგილას ჩამიდო და ფეხიდან გავარდა და მე რო ვეკითხებოდი რა შვები მეთქი, გაჩუმდიო, თორე ისეთ რაღაც ჩაგიდე მთელი ცხოვრება ციხეში მოგიწევს ყოფნაო და სინამდვილეში არავის არაფერი არ ქონია საერთოდ. უბრალოდ ეს შემთხვევა რომ მოხდა და შემოკვდა ეს ბიჭი უკვე გამოსავალს უნდა ეპოვათ, რომ რა გაეკეთებინათ და ეს 1 საათნახევარი 2 საათი ფიქრობდნენ ამას, რომ რა გავაკეთოთ. როგორც ბრალდებულები ამბობენ, სამართალდამცავებმა კარგად იცოდნენ, რომ იარაღი შემთხვევის ადგილზე პოლიციელებმა მიიტანეს, თუმცა ვიდეოკამერის წინ შეგნებულად ცრუობდნენ. ცევიოზე, აი ცევი როგორ არის ქართულად? აი ამაზე დარტერაგია. საბრძოლო მდგომარეობაში. როგორ მე რომ ამათი ნეიტრალიზაცია მოხდარიყო, რომ ამათი ჩვენებების არადამაჯერებელი ყოფილიყო, მოიტანეს იარაღი და ყველას ჩაუდეს თითო იარაღი. ზოგს ავტომატი მისცეს, ზოგს ხელყუმბარა ჩაუდეს ჩხრეკის დროს თითქოს. ზოგს ცეცხლსასროლი იარაღი და ვითომ ჩაატარეს ჩხრეკა იმ მომენტში იქო და ამათ აღმოაჩნდათ ეს ყველაფერი. 2004 წლის 23 ნოემბერს ამირან რობაქიძე ჯგუფელებთან ერთად დიდუბეში მეგობარ გიორგი ქურდაძესთან გიორგობის მისალოცად იმყოფებოდა. ეს დღე იყო 23 ნოემბერი გიორგობის დღე იყო და ჩვენ მეგობართან გიორგისთან ქურდაძესთან შეკრებილები ვიყავით და საუბრობდით რა და უფროსები სვავდნენ. ჩვენ ისევ ლაპარაკობთ, ულოცავდით და რაღაც არ ავსვათ საერთოდ არც ერთი. ტელევიზორს უყურებდით, რაღაც გავდიოდით, გამოდიოდით სახში რა ერთი სიტყვით რა ვერთობოდით რა ჩვენთვის და უკვე ბუთამ გითხრა რომ მე წავალო სახში დამაგვიანდებაო და ტაქსით წავალო ჩვენ ვთქვი და მანქანით გაგიყვანთ მე. ბრალდებულების თქმით პატრულმა მათი ავტომანქანა სწორედ ამ დროს გააჩერა, რასაც ამირან რობაქიძის სიცოცხლე შეეწირა. იმის მიუხედავად, რომ პოლიციელებმა არაერთხელ შეცვალეს ჩვენებმა და ცრუ ჩვენების მიცემა სისხლის სამართლის დანაშაულია, გამოძიებას მათთვის პასუხი არ მოუთხოვია. დღეს მოწმემ ჩვენება რო შეცვალოს, უნიშნულოდ არა, პირდაპირ გამოძიება იწირს, გამოძიებაში ვიჯერა. ამ ხალხმა ასეთ საქმეზე შეცვალეს ჩვენებები არა. არსებითად განსხვავებული ჩვენება მისცეს. უდანაშაულო ხალხი მათ ჩვენებების საფუძველზე 5 ახალგაზრდა უდანაშაულო ციხეში იყო. თქვენ წარმოიდგინეთ 5 ახალგაზრდა გაწირეს. ისთვის. იმიტომ რომ ერთი მკვლელი დაეძვრინათ. ბაშალეიშვილი პროკურატურამ ძებნილად გამოაცხადა. რამდენიმე დღეში იგი პროკურატურაში ბრალის აღიარებით გამოცხადდა და ადრე მიცემული არასწორი ჩვენებები იმით ახსნა, რომ მოკლულის ოჯახის წევრების შურისძიების შეეშინდა.
საბოლოოდ ბაშალეიშვილს სასამართლოს გადაწყვეტილებით აღმკვეთ ღონისძიებად გირაო შეეფარდა და სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლდა. ეს რაღაცა უპრეცედენტო რაღაცა მოხდა, იმიტომ რომ დღეს პრაქტიკულად თითქმის ყველა საქმეზე ხალხს იჭერენ. უაქციზო სიგარეტზე იჭერენ ხალხს, აგერ კაცმა პოლიციელმა კაცი მოკვდა. აბსოლუტურად უდანაშაულო ადამიანი მოკვდა და როგორ შეიძლება მკვლელობაზე მიმალავში ყოფი ადამიანს, რომელსაც თავი არის და გამოძიება შეუცვალო გირაოთი. იმის გათვალისწინებით რაც დღეს ხდება. უმნიშვნელო დანაშაულზე ხალხს იჭერენ, არა? და აგერ კაცი მოკვდა და გარეთ დადის. ინფორმაციები პოლიციელების დანაშაულებრივი ქმედების შესახებ ხშირად ვრცელდება ხოლმე. თუმცა ირკვევა, რომ სასამართლოში საქმეთა მინიმალური რაოდენობა ხდება. შინაგან საქმეთა სამინისტროს 2005 წლის მონაცემებით სამსახურებრივ უფლებამოსილებას 75-მა პოლიციელმა გადააჭარბა, საიდანაც სასამართლოში მხოლოდ 2 საქმე წარიმართა. ქრთამის აღების ბრალდება 13 პოლიციელს წაუყენეს. საქმე სასამართლომდე კი მხოლოდ 4 შემთხვევაში მივიდა. აშკარაა, რომ ხელისუფლების მიერ გამოცხადებული მოწოდება ნულოვანი ტოლერანტობა დანაშაულებისადმი არ ვრცელდება სამართალდამცავების მიერ ჩადენილ დანაშაულებზე. როგორც ჩანს, საზოგადოება პოლიციისადმი მხოლოდ მადლიერების გამომხატველის როლს უნდა დასჭირდეს. ჩვენს უბანში პატრულის გამოჩენის შემდეგ წესრიგი გააკეთდა. ამიტომ რა თქმა უნდა დიდი მადლობა პატრულს. რამდენჯერაც გამოგვიძახია და დაგვჭირვებია საერთოდ იმდენჯერ პატევი უციათ. დიდი მადლობა, მეტი აბა რა მეთქმის.